მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. მაშასე ომი დაიწყო. ისრაელმა და დიდი ალბათობით ასევე შეერთებულმა შტატებმაც დარტყმები მიაყენეს დილით ირანს. მოდით პირველ რიგში, რადგანაც პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად მომიწევს ამ ყველაფრის ანალიზი, გითხრათ, რომ ახლა თბილისის დროით არის 11 საათი და 8 წუთი და საომარი მოქმედებები დაიწყო დაახლოებით 1 საათის წინ. 10 საათიდან დაახლოებით პირველი დარტყმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, რომ ჯერ ძალიან შეზღუდულია ინფორმაცია, მე შევეცდები გაგაცნოთ მაქსიმალურად სწრაფად, მაქსიმალურად დეტალურად პირდაპირ ეთერში, რასაც ვიღებ მათ შორის ინფორმაციას, ვაანალიზებ უცებ და შეგატყობინებ, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თქვენთან ერთად გუშინ ვისაუბრეთ ამაზე, კონკრეტულად გავაკეთე ანალიზი, დეტალურად თუ რა ხდება, ავიამზიდი მეორე რომ უკვე ჩასულია, ყველაფერი მზად არის, თქვი რომ დარტყმა ახლოს არის, მათ შორის თქვი რომ საათები რჩება და აგერ პრაქტიკულად 12-14 დაახლოებით საათის შემდეგ ამ ანალიზიდან ეს გახდა უკვე რეალობა. ისრაელმა დაიწყო კონკრეტული რასაც უწოდებენ პრევენციული დარტყმები ირანის წინააღმდეგ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ უკვე აფეთქებები ისმის თეირანში ძალიან მასშტაბურად, მაგრამ მარტო თეირანში ამ მომენტისთვის როგორც ჩანს, მაგრამ რა ობიექტებზე ეს არის მთავარი ამბავი. ეს მოიცავს კონკრეტულად დარტყმებს პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მთავრობის ადმინისტრაციაზე, სასამართლოზე, იუსტიციის სამინისტროზე, მოიცავს ასევე როგორც ჩანს სხვა სახელმწიფო უწყებებზეც თავდასხმები და პრაქტიკულად მთელი თეირანიდან ახლა არის კადრები, ინტერნეტი მუშაობს, ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს კადრებს და არის კადრები ძალიან სერიოზული აფეთქებების მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ესე იგი ისრაელის სხვადასხვა მედია იუწყება, რაც მოვასწარი, რის საკითხაც მოვასწარი, დარტყმები ძირითადად მიმდინარეობს მაღალჩინოსნების მიმართ ირანული ესე იგი ხელისუფლების და ასევე თვითონ ისრაელის ჯარმა უკვე განაცხადა იმის შესახებ, რომ ისრაელ კაცმა, თავდაცვის მინისტრმა, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დაწესებული და მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, რომ დაემორჩილონ ეგრეთ წოდებული სახლის ფრონტის ბრძანებებს, ანუ იმ სამხედრო უწყების ბრძანებებს, მოკლედ, რომელიც პასუხისმგებელია ისრაელის უსაფრთხოებაზე თავად შიგნით ქვეყნის. ამიტომ მე ვიცი, რომ ბევრი მაყურებელი არის მათ შორის, რომელიც ისრაელიდან უყურებს ხოლმე, მე მოგიწოდებთ ყველას, რომ აუცილებლად სრულად დაემორჩილოთ იმ ბრძანებებს, რაც იქნება, კერძოდ, როდეს უნდა წახვიდეთ თავშესაფარში, მამადში ეგრეთ წოდებულში და იქ იმყოფებოდეთ, რამდენი ხანით საჭირო იქნება. თქვენ იცოდით, რომ საჭიროა მომარაგება, საკმაოდ დიდი ხანი ამ თემაზე იყო საუბარი, ასევე ეხლაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ თუ რამე არ გაქვთ, მოიმარაგოთ და უცებ მზად იყოთ იმისთვის, რომ შეიძლება დღეები გატარება ან კვირეების ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, თუმცა შესაძლოა კვირეების გატარებაც იყოს საჭირო ამ თავშესაფრებში. სამხედრო მდგომარეობა და მოქმედებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ახლა 4 წუთის წინ შემოსულია უკვე ინფორმაცია, რომ აფეთქებები არის ქერმანშაჰში და ქომში. ეს არის პირველი აფეთქებები უკვე ესე იგი თეირანის გარდა. აქვე უნდა გითხრათ, რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩანს ბალისტიკური რაკეტების და დრონების სროლა ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით. ანუ მათ შორის საუბარია არა მხოლოდ ბალისტიკურ, არამედ ფრთოვანი, ასეთი ფრთოსანი რაკეტების მიმართულებითაც და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საფრთხე რეალურია, ანუ საომარი მოქმედებები გადადის ძალიან ესკალაციურ ვითარებაში. უახლოესი წუთების ან საათების განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ირანი განახორციელებს ბალისტიკური რაკეტების, დრონების და ფრთოსანი ასეთი რაკეტების გასროლას ისრაელის მიმართულებით. შესაბამისად, ისრაელში იქნება საერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, შესაძლოა მოხდეს აფეთქებებიც, საერო თავდაცვა არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა მიზნის, ესე იგი, ჩამოგდება შეუძლიათ, ანუ იდეალური საერო თავდაცვა არ არსებობს, ამიტომ საფრთხე რეალურია და მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და მოემზადონ. ინფორმაცია Wall Street Journal-მა გაავრცელა იმის შესახებ, რომ ამ დარტყმებში მონაწილეობს ასევე შეერთებული შტატები. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დადასტურებული არ არის.
თუმცა ალბათობა დიდია და მათ შორის რატომ? თუმცა რატომ არის ეს ბრენდინგი პირდაპირ გეტყვით, რომ ისრაელმა დაიწყო ეს პრევენციული დარტყმები. იმიტომ რომ დონალდ ტრამპს უჭირს თვითონ რომ დაეწყო, შემდეგ შეიძლება ყოფილიყო დიდი განხილვები და პრობლემები, ვინ იქნება მოკლედ კონკრეტულად აი ამ პასუხისგებელი ამაზე, რადგანაც კონგრესის ნებართვა ჭირდება დონალდ ტრამპს საომარი მოქმედებების თვის და ამ კონგრესის ნებართვაზე მე შეიძლება მთელი ამბები ყოფილიყო და აქ იმის ნაცვლად რომ კონგრესის ნებართვა აიღო თუ ისრაელი იწყებს და ისრაელზე თავდასხმა ხდება და ირანიდან და ისრაელს ეხმარება, მაშინ ისრაელის დახმარების კონტექსტში მას კონგრესის ნებართვა არ სჭირდება. სწორედ ამიტომ ეს იყო გენიალური ბჭყალებში, მაგრამ ძალიან მარტივი გამოსავალი და ბენიამინ ნეტანიაჰუმ თავისი თანხმობა მისცა ცხადია და პირველმა განახორციელა ეს დარტყმა. ეს არ არის პირველადი ამბავი, როდესაც ისრაელი გაბედულ ნაბიჯებს დგამს, როდესაც საქმე ეხება მის უსაფრთხოებას. ხო, უნდა გითხრათ, რომ აი ამ მთელი რიგი სამთავრობო შენობის და სამთავრობო პირების მიზანში აყვანის პროცესთან ერთად, რაზეც ვსაუბრობ და რაც იკვეთება, როგორც ჩანს, პრინციპში ლიდერი, სულიერი ლიდერი ირანის უკვე არის გადაყვანილი სადღაც სხვაგან და არის ბუნკერში სავარაუდოდ, ანუ არ არის თეირანში. როგორც ჩანს, ისრაელის მიზანი კონკრეტულად ამ შემთხვევაში წარმოადგენს 2025 წლის ივნისის 12-დღიანი ომთან შედარებით, იქ იყო დარტყმები სამხედრო და ბირთვულ პროგრამაზე, აქ უკვე არის პოლიტიკური რეჟიმის განადგურება და რეჟიმის ცვლილება, ანუ რაც მოსალოდნელი იყო საკმაოდ. დარტყმები, ესე იგი, მათ შორის აი დარტყმები განხორციელებულია აგერ რამდენიმე წუთის წინ, აიათოლას სახლია აფეთქებული მთლიანად. პრეზიდენტის რეზიდენცია, სამთავრობო შენობები და სავარაუდოდ ხო აიათოლა სადაც ცხოვრობს ყველაფერი, ეხლა ბუნკერი არის მარტო მოკლედ დარჩენილი და ეს სამთავრობო მათ შორის პირები, ვინც გადაურჩება ამას, ნახავთ ამ ყველაფერს, მაგრამ აიათოლას გადარჩენა არის მთავარი დღის წესრიგი. ცხადია ისრაელისთვის აიათოლას ისევე როგორც სხვა სულიერი და პოლიტიკური ლიდერების მოკლა პირდაპირ ასე ვიტყვით, ხო, ანუ ლიკვიდაცია, უფრო სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, არის დღის წესრიგში. რატომ? ამავდროულად მოუწოდეს ისრაელის ძალებმა სპარსულ ენაზე ირანელებს, რომ ფეხზე დადგნენ და გაათავისუფლონ საკუთარი ქვეყანა. პირდაპირ ისრაელის ოფიციალურმა უწყებამ თქვა, რომ თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ დაგეხმარებით სპარსელ ხალხს, ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და ასე შემდეგ თქვენი კარგი გვინდა ყველაფერი რომ კარგად გქონდეთ, ამიტომ რეჟიმი უნდა დაემხოს. და ამიტომ მოუწოდებენ კონკრეტულად ირანელებს, რომ ფეხზე დადგნენ. და ეს არის აი ამ იანვარში დაწყებული აი ამ სახალხო აჯანყების გაგრძელება, იმიტომ რომ ეხლა რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოქალაქეობის მკვლელობით იყო დაკავებული და 10,000-ობით მოქალაქე მოკლა დაახლოებით რაც ვიცით, ტრამპმა ბოლოს თქვა 30,000 დაახლოებით, კეთილი თუნდაც ეგ თუ არა 10,000 მაინც იქნება საკმაოდ ლოგიკურად, ანუ 1000-ობით მოქალაქე მოკლეს პროტესტში მონაწილეობის გამო, აწამეს წარმოუდგენელ ვითარებაში ამყოფეს, ამიტომ ეს მოქალაქეები ეხლა როდესაც ბომბავენ რეჟიმის სახლებს, რეჟიმის ესე იგი შენობებს, სამთავრობო და ასე შემდეგ, ახლა მოქალაქეებს გააჩნიათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ფეხზე დადგნენ და გაათავისუფლონ საკუთარი ქვეყანა და ახლა ვეღარ კოორდინირებულად ვეღარ მოხდება ეს ბრძოლა აი ამ მომიტინგეების წინააღმდეგ. და ეს პროცესი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მომენტისთვის ისრაელის და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ახორციელებენ დარტყმებს. და ეს არის 2 წუთის წინ შემოსული ინფორმაცია. ირანის დედაქალაქ თეირანზე, მათ შორის თაბრიზზე, ბუშერზე, ისპაჰანზე და კერმანშაჰზე. New York Times-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობენ იქ საკუთარი ბაზებიდან, ისევე როგორც ავიამზიდიდან. ანუ საქმეში არის შესული კონკრეტულად
ავიამზიდი აბრაჰამ ლინკოლნის სულ მცირე დარტყმებისთვის ასევე შესაძლოა ასევე ავიამზიდი ჯერალდ ფორდი, რაზეც ჩვენ დეტალურად თქვენთან ერთად საუბრობდით. პარალელურად უნდა ვთქვათ, რომ აფეთქებები დიახ, აგერ კადრებიდან ჩანს, ბევრგან არის აფეთქებები, თელ-ავივი ჯერჯერობით აფეთქებების გარეშე არის, მშვიდად არის ვითარება თელ-ავივში, თუმცა მოსალოდნელია, რომ მათ შორის თელ-ავივში შეიძლება მოხდეს აფეთქებები. ასევე ვხედავთ ინფორმაციას, რომ არის მცდელობა, პირდაპირ ვთქვათ, აიათოლა ხამენეის და პრეზიდენტ ფეჟეშკიანის მკვლელობის, არ ვიცით რამდენად ეს წარმატებით მიმდინარეობს, ანუ ესეთი მიზანი აქვს შეერთებულ შტატებს და ისრაელს. ისრაელის ოფიციალური უწყება აცხადებს თავდაცვის, რომ ისრაელის ოპერაცია არის კოორდინირებული ამერიკასთან ერთად. ანუ ეს უკვე დიდი კითხვა ახლა, კოორდინირებული რას ნიშნავს, ხო? უბრალოდ ინფორმაციას აწვდიან თუ მონაწილეობენ, მაგრამ ოპერაციას ქვია ისრაელის ოპერაცია. ანუ პასუხისგებლობა ნეტანიაჰუმ აიღო საკუთარ თავზე, რაც არის ძალიან სწორი წერა, ვთქვი, რატომაც. კომში ასევე არის აფეთქებები, ეს ზუსტად ჩანს. და ხო, დარტყმები ასევე მიყენებულია, რასაც ვხედავთ, კონკრეტულად იმ უწყებებზე, იმ ადგილებზე, მოკლედ სამხედრო ბაზებზე, საიდანაც შეიძლება ბალისტიკური რაკეტების გაშვება მომხდარიყო, ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ მოსადმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ ირანელ ხალხთან ერთად და საუკეთესო დღეები წინ არის, მოგვაწოდეთ საჭირო ინფორმაცია Telegram არხის მეშვეობით, ვიდეოები, დარტყმების და ასე შემდეგ და ჩვენ დაგეხმარებით. ინტერნეტი ხელმისაწვდომია ჯერ კიდევ, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ინტერნეტს გათიშავს რეჟიმი თუ შეძლებს, იმიტომ რომ ნებისმიერ ქმედებას სჭირდება კოორდინაცია და ასეთი დარტყმების პირობებში, მათ შორის ახლა თუ ხამენეი ბუნკერშია და სხვებიც იმალებიან, იქ უკვე ნებისმიერი ინტერნეტის გამოყენება, ტელეფონის გამოყენება, რომ ბრძანება გასცეს, უკვე საახიფათოა მათივე ცხოვრებისთვის. ქათარში და სხვა ქვეყნებში ამერიკელები საკუთარ საელჩოს თანამშრომლებს მოუწოდებენ დაუყოვნებლივ თავშესაფრებში გადავიდნენ, დატოვონ საელჩოს შენობები, ან კონკრეტულად იმ შენობაში თავშესაფარში იყვნენ, იმიტომ რომ საელჩო შენობები დიდი ალბათობით აღმოჩნდება დარტყმების ქვეშ. მე ვცდილობ ონლაინ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია, გეტყვით, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში დეტალური ანალიზი მოვამზადეთ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის კონკრეტულად თურქეთის გეგმაზე ბუფერული ზონა შექმნას, კონკრეტულად იქ ირანის სიღრმეში, მოკლედ ეს საკითხები აქტუალურია, შეგიძლიათ ვნახოთ. ეხლა დეტალურად ამ ანალიზს არ ვაკეთებ, უფრო კონცენტრირებული ვარ ამ წამს, რაც მიმდინარეობს იმის კონკრეტულად მოყოლაზე და ინფორმაციის შეგროვებაზე. ცხადია, რომ უახლოესი საათების ესე იგი მდგომარეობით, ანუ საათების განმავლობაში იქნება გაცილებით უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია და მე შევძლებ შემდეგი ჩვენი მიმოხილვების დროს უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ. ახლა გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც ხელმისაწვდომია ამ დროისთვის. ირანმა ჩაკეტა საჰაერო სივრცე თვითმფრინავებისთვის საერთოდ სამოქალაქო ავიაციას გულისხმობ, ასევე ჩაკეტა ერაყმა. და აგერ ვუყურებ ახლა, ერაყის ცა პრაქტიკულად მთლიანად ჩაკეტილია, ირანის ცაც ჩაკეტილია. ეს ნაკადი ახლა წამოვა საქართველოს, სომხეთ, აზერბაიჯანზე ძირითადად და შემდეგ უკვე სხვა გზებსაც მოძებნის. ერაყი, სირია, იორდანია პრაქტიკულად ეს პლაცდარმივით იქნება, როგორც ეს იყო მანამდე 12 დღიანი ომის დროს. რატომ არ გაჩვენებთ კადრებს? თავად შეგიძლიათ ნახოთ X-ზე, მაგრამ მე რატომ არ გაჩვენებთ? იმიტომ რომ მე არ ვიცი რა კადრები, რა ინფორმაცია იქნება. თვითონ ვუყურებ ონლაინ რეჟიმში და შესაბამისად ნებისმიერ რაღაც ჩვენებას არის სკوارი, ისე როგორც YouTube-ის პლატფორმის, ესე იგი, წესებიდან გამომდინარე, ასევე იმიტომ რომ მე ვაანალიზებ აქ 1000 წყარო არის X-ზე, მე ვიცი რომელი წყაროები არიან მეტნაკლებად სანდო ან სანდო და რომელი წყაროები შეიძლება სანდო არ იყოს, X გააჩნია თავისი ალგორითმი, ამიტომ
რეალურად ვცდილობ მე თვითონ გავაანალიზო. ისრაელის მედია წერს, რომ ეს არის ერთობლივი ოპერაცია, აგერ შეიცვალა ცოტა ოდნავ მდგომარეობა შეერთებული შტატების და ისრაელის და პრინციპში ეს ხო არის ერთობლივი და ამიტომ კოორდინირებულია მთლიანად. აა ხო, საინტერესო არის, რომ ირანის საშინაე ხედავთ მათ შორის რაც ვიდეოებს, რომ სავარაუდოდ არის გარკვეული იქაც ქმედებები, ანუ ჩანს რომ იქ არის ამერიკული ან ისრაელის, უფრო ისრაელის საჰაერო ძალები, მოკლედ ამას გულისხმობ კონკრეტულად. და სპეციალური ოპერაცია მიმდინარეობსო, განაცხადა კონკრეტულად ისრაელის მხარემ. ისრაელის ტერიტორიაზე გრძელდება პრინციპში, როგორც ჩანს, მოქალაქეების გაფრთხილება, რომ მაქსიმალურად თავშესაფრებში გადავიდნენ. ასევე ვრცელდება ძალიან საინტერესო კადრები, რომ ირანის დედაქალაქის თავზე უკვე ავიაცია გამოჩნდა, რა თქმა უნდა, საუბარია ანუ ან ისრაელის, ან ამერიკულ ავიაციაზე და არა ირანის ავიაციაზე. ირანს ავიაციის მხრივ ისედაც ძალიან უჭირს და აწი კიდევ უფრო გაუჭირდება, იმიტომ რომ დარტყმები დიდი ალბათობით მოიცავს მაგასაც. სამხედრო ობიექტებზე არის დარტყმები თაბრიზში, ბუშერში, ისპაანში, კერმანშაჰში, როგორც გამოჩნდა. ირანის მედია ავრცელებს სამხედრო, ასე ვთქვათ, ტექსტებს და სამხედრო მედია და მათ შორის სიმღერებს, ასეთი პატრიოტული ომის კადრებს ავრცელებს და იარაღის კადრებს, ანუ ირანი აპირებს, რა თქმა უნდა, პასუხს და თავდასხმას. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ჰატამი, რომელიც პირდებოდა თელ-ავივის და ჰაიფას განადგურებას, მაგრამ ხო, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია დიდი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება, რამდენიმე მნიშვნელოვანი წყარო იუწყება ამის შესახებ. ბუნებრივია, რომ ახლა მიზანში არის აყვანილი სწორედ ხელისუფლება ირანის, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვხედავთ, ესე იგი, სხვადასხვა კადრებს, ასევე აფეთქებების, სხვადასხვა ჩიტგარი არის, მაგალითად ასეთი ქალაქი თეირანში, იქედანაც კი არის კადრები. თეირანი ოფიციალურად აცხადებს, რომ ემზადება საპასუხო დარტყმისთვის და მისი დარტყმა იქნებაო დამანგრეველი, განაცხადეს თეირანში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად. ნებისმიერი აქტივობა ისრაელში შეწყვეტილია, სასწავლოს, მუშაობა, ასე შემდეგ, ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, რომ იყვნენ საგანგებო მდგომარეობა არის და ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ, რომ იყვნენ თავშესაფრებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ფაქტი. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად კონკრეტულად არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რა ტიპის სტრატეგია შეიძლება იყოს. ახლა მიზანი არის სახელმწიფო სისტემის დანგრევა, დაშლა და რეალურად კონკრეტული ამოცანა არის მათ შორის აი ამ აჯანყების ხელშეწყობა. და სავარაუდოდ ამ მიმართულებით წავა სწორედ განვითარება და პროცესები და სწორედ ამიტომაც ჩვენ პრინციპში ვიხილავთ სავარაუდოდ ასეთ განვითარებას, ანუ აჯანყება შეიძლება კიდევ უფრო აქტიური გახდეს და მოქალაქეები ახლა უკვე მოქალაქეებს შეუძლიათ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ, რათა გაათავისუფლონ ქვეყანა ამ რეჟიმისგან. შეერთებული შტატების ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა უთხრა CNN-ს, ანუ არა ასახელებენ ვინ, რომ ამ დარტყმებს აქვს მიზანი არის დარტყმების სამხედრო ობიექტებიო ირანის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ მასშტაბური კიბერთავდასხმა მიმდინარეობს ირანულ სისტემაზე. სავარაუდოდ ისრაელმა და ამერიკამ ერთდროულად კიბერთავდასხმაც დაიწყეს ისრაელის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ასევე ვთქვათ, რომ უახლოესი საათების განმავლობაში, დღეების განმავლობაში ეს ცხადია იქნება მთავარი თემა. უახლოესი შესაძლოა კრირეები და მინიმუმ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ერთი თვე გაგრძელდეს საერთოდ საომარი მოქმედებები. სწორედ ამიტომ ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენ ვეცდებით, მათ შორის მივმართავ იმ საზოგადოებას, რომელიც გვიყურებს საზღვარგარეთიდან, ბევრი ისრაელიდანაც გვიყურებს, რომ ჩვენ ვეცდებით ქართულენოვანი ასეთი ხარისხიანი ანალიზით გქონდეს დეტალურად, რაც შეიძლება სწრაფად ცხადია და ეს ხარისხი გასაგებია რომ არ არის ისეთი მაღალი, როდესაც რამეს სწრაფად აკეთებ, ეს რომ გამეკეთებინა რამდენიმე დღეში აქედან ან რამდენიმე კვირაში და შეჯამების სახით ამ მოვლენების, მაშინ სხვანაირად მოგაწვით, მაგრამ მე ვაკეთებ ამას რეალურად 1 საათის შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები დაიწყო და გაწვდით ყველაზე ახალ ინფორმაციას, ამიტომ იმედია გაითვალისწინებთ აი ამ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკას. რომელიც განსაკუთრებული ახლა. ვფიქრობ, რომ ამით ახლა შევაჯამოთ, ეს არის შესავალი გარკვეულწილად რა დაიწყო და რა მიმდინარეობს, როგორც კი იქნება ახალი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ მიმართულებით, აუცილებლად შეგატყობინებთ და გავაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გთავაზობთ ახლა რომ ვუყუროთ გუშინდელ ანალიზს, რომელიც ეხებოდა იმას, რომ მეორე ავიამზიდი ადგილზეა და იწყება საომარი მოქმედებები, იყო კითხვა და იქ განვიხილავდით შესაბამის სცენარებს, რომლის განხილვაც ეხლა უბრალოდ არ თვლი საჭირო და ამიტომ გირჩევთ, რომ ახლა ვუყუროთ ის ანალიზიც.